მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ განვიხილავთ პორტრეტიდან, სახიდან, ლაქებისა და ჭორქლების მოშორებას. მეთოდი ძალიან მარტივია, რომელიც ყველას შეუძლია უმარტივესად და უპრობლემოდ მოაშოროს ჭორქლები და ლაქები. დავიწყოთ. მივახლავოთ სურათი. შევხედოთ სად როგორ ლაქები გვაქვს მოსაშორებელი. გავიაროთ, დავათვალიეროთ. და დავიწყოთ. პირველ რიგში მოდით მოვხსნათ დაბლოკილი კლიდე ამ layers, რომელიც შესაძლებელია შემდგომში ხელს შეგვიშლის რაღაც манипуляციების ჩასატარებლად. ამიტომ კლიდის მოსახსნელად საჭიროა მოვკიდოთ მაუსი მარცხენა კლავიშით, დავაჭიროთ და ჩავწიოთ სანაგვეში, გავუშვებთ ხელს და მოხსნილია კლიდე. ამ layerზე ანუ ამ შრეზე უკვე შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი სახის манипуляციები. ასევე მეორე მეთოდით გვიჭირავს Alt-ზე გავაჩერეთ Alt-ს ხელი და მაუსის ორმაგი დაჭერით ან დაბლ კლიკით მოშორდება ეს კლიდე. მოდით დავაკოპიროთ ყოველი შემთხვევისთვის ეგრეთ წოდებული backup-ის სახით ეს layer-ი. მოვკიდოთ, ჩავიტანოთ და დავადოთ ახალ layers. როგორც ხედავთ, დაკოპირდა იგივე მეორე მეთოდით. გვიჭირავს Ctrl-ზე და ვაჭერთ J-ს. გამოდის იგივე copy. მოდით დავიწყოთ. პირობითად ავიღოთ პირველი მეთოდი, ანუ Spot Healing Tool. ავირჩიოთ. გადავათვალიეროთ თავიდან. რა გვაქვს გასაკეთებელი, რა გვაქვს მოსაშორებელი და ასე შემდეგ. შევარჩიოთ მაუსის მარჯვენა კლიკით. შევარჩიოთ ჩვენი ფუნჯის ზომა. დაახლოებით იმ წერტილების ზომა, რომელიც გვექნება მოსაშორებელი. და აუცილებლად გავითვალისწინოთ ერთი რამ. ამ ინსტრუმენტს არ უყვარს ხაზის გასმა, ან ჩამოსმა და ასე შემდეგ. ვინაიდან იგი ძალიან ცუდ კვალს ტოვებს. აი მაგალითად შესამჩნევად ეთყობა უკვე ეს ხაზი. ამიტომ უნდა შევეცადოთ ამ ინსტრუმენტის მოხმარებისას ყოველთვის ერთი კლიკით, ანუ წერტილ გავიაროთ თითოეული ლაქა. მაგალითად დავაჭირეთ ლაქა გამქრალი, დავაჭირეთ გაქრა. შესაბამისად უნდა ვადიდოთ და ვაპატარავოთ ფუნჯის ზომა, რომ არ გადავიდეთ ლაქის საზღვრებიდან და ზედმეტი ეგრეთ წოდებული პრობლემები არ გაუჩნდეს ჩვენს გასწორებულ ადგილებს. 1, 2, 3, 4, 5. მოდით გავუყვეთ ეს ნელ-ნელა. საერთოდ Photoshop-ში ესეთი ტექნიკა მოითხოვს ძალიან დიდ ნებისყოფას და აქ სიჩქარე არასდროს არ გამოგვადგება. ჯობია გავიაროთ ნელა, ვიდრე გაგვიფუჭდეს კანის ფაქტურა, რომელზეც უფრო მეტი დრო დაგვეხარჯება, ვიდრე თავიდან გვესაჭიროებოდა.
ამიტომ გავიაროთ ნელა გულდასმით და გამოგვივა ყოველთვის ლამაზი. შედეგი თუ გვინდა რომ ამ შედეგით ყოველთვის კმაყოფილება ვიყოთ, ამიტომ ჯობია არ ვიჩქაროთ და ნელა გავიაროთ. ვინაიდან ეს გაკვეთილია დრო რომ ძალიან არ გაგვეწელოს, ამიტომ ჩემი გაფრთხილების მიუხედავად მე უნდა გავაჩქარებ ტემპს. რაშიც თქვენ მოგიწოდებთ რომ პირიქით ყოველთვის ნელა გააკეთოთ ხოლმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალიან მარტივი, ადვილად მოსახმარი ინსტრუმენტია, რომელიც ძალიან ბევრ რამეში გამოგვადგება და არა მარტო ჭორხლებისა და ზედმეტი ლაქების მოშორებაში. აქ შესაძლებელია ჩვენ დაგვრჩეს კიდევ რამოდენიმე უნიშნელო ლაქა, რომელსაც თქვენ ალბათ შეამჩნევთ კიდეც გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის გამოგრჩა ან ვერ გავაკეთეთ. უბრალოდ ნებისმიერი ფოტოს დამუშავებისას ყოველთვის მოითხოვს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას. შესაძლებელია თითო ფოტოზე მოგინდეთ 2 საათი, 3 საათი, 4 საათი, უფრო მეტიც და ასე შემდეგ. ამიტომ ვინაიდან ეს უბრალოდ გაკვეთილია, მე გიხსნით მარტივად მეთოდს, რომელიც თქვენ უფრო უნდა გააუმჯობესოთ და დაუთმოთ მეტი დრო. ვინაიდან პრაქტიკაში მოდის უფრო მეტი ცოდნა. ჩვენ ამის ძალიან ბევრი ჭორხლები ქონია. მაგრამ რას ვიზავთ? მოდით დავაპატარავოთ სურათი და შევხედოთ თავიდან რა გავაკეთეთ და რა დაგვრჩა გასაკეთებელი. მე როგორც ხედავთ, ოდნავ კიდევ არის დარჩენილი რაღაც წერტილები. ამაზე ალბათ მაპატიებთ. ვინაიდან კიდევ ერთხელ მეორე ეს გაკვეთილია და მოითხოვს მეტ დროს და იმის გათვალისწინებით, რომ ასახსნელი ჯერ კიდევ მეორე დაგვრჩა. გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე. შევხედოთ სურათს ისევ თავიდან. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი ლეიერი, რომელზეც მუშაობთ. უკან კი შენახული გვაქვს, როგორც აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული ბექაპის სახით პირველადი ორიგინალი ფოტო. მოდით გავაკროთ ეს ჩვენი პირველი, ანუ სამუშაო ლეიერი და შევხედოთ რა იყო ადრე. აი, დაგვრჩა
გამოგვიჩნდა ჩვენი ჭორქლები. ესეთი იყო მანამდე და ესეთია ამჟამად. მანამდე ამჟამად before and after. როგორც ხედავთ, ბევრი წერტილი დაიმალა გაქრა. ამ სახის გაწმენდისას ყოველთვის ცადეთ რომ მეტი დრო დაუთმოთ და მეტი მოთმინებით მოიკიდოთ და არ გაიმეოროთ სხვისი შეცდომა, რომლებიც მარტივად ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას და აიღებენ მაგალითად RAM ინსტრუმენტს ბლურით და ეს ერთი ხელის გასმით გონიათ რომ გამოაკეთეს ყველაფერი, მოაშორეს ზედმეტი ჭორქლები, ლაქები, მაგრამ სინამდვილეში გრჩება რა? გვეკარგება სახეზე კანის ფაქტურა, ის აღარ გავს რეალურს, ანუ გაბლურულია, გათხაფნულია ყველაფერი და საბოლოოდ შეხედავთ და კანის ფაქტურა აღარ გვაქვს დაკარგული აქ და რაღაცნაირი როგორც იტყვიან პლასტმასის სახე გამოვა. ამიტომ არასდროს არ იცოდოთ ბლურის ხმარება აჯობებს ხელით ნენანად ცალ-ცალკე გაიაროთ თითოეული წერტილი და დაამუშავოთ, რომლის შედეგითაც შემდგომ თქვენ გაცილებით კმაყოფილი დარჩებით, ვიდრე ესეთი მარტივი ხელის მოსმით ეგრეთ წოდებულად გაბლუროთ და გახდეს პლასტმასის სახე. ამიტომ გავიაროთ ისევ ეტაპობრივად. შემდეგი tool-ი, ეგრეთ წოდებული ინსტრუმენტი, ეს არის patch tool. ესეც გვეხმარება ამ შემთხვევაში როგორ გამოვიყენოთ patch tool-ი. ანუ რა დანიშნულება აქვს და როგორ მუშაობს patch tool-ი. აი მაგალითად აქ ჩვენ ვამჩნევთ პატარა შეწითლებულ ადგილს, რომელიც patch tool-ით ასევე მარტივად შეგვიძლია მოვიშოროთ. მოდით გავიმეოროთ, რომ spot healing brush არ უყვარს ესეთი ხაზების გასმა. ვინაიდან ესე ძალიან შეიძლება დაგიტოვოს ზოლი და შესამჩნევად გაგვიფუჭოს ასევე კანის ფაქტურა. ამიტომ ავიღოთ patch tool, მოვნიშნოთ ეს მონაკვეთი, მარტივად შემოვუსვათ მაუსით, გადავხედოთ კანის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგწონს და დაახლოებით ფერთა შეხამებაში, ანუ ფერშიც ჩაჯდება ამ ადგილას, ვინაიდან patch tool-ი აკოპირებს გვერდით ადგილს იქ, სადაც ჩვენ გადავწერთ მარტივი ხელის აი ესეთი მოძრაობით. დაახლოებით აი ეს მონაკვეთი ემთხვევა ფერში, შევხედეთ, მოგვეწონა, გადავწიეთ და გავუშვით ხელი. Photoshop-ი თავისი გათვლით მაქსიმალურად შეეცდება, რომ ჩასვას იმ მონაკვეთში და საზღვრებიც ნენა გადაიყვანოს და მიუსადაგოს. Ctrl-D დაგჭირდება, რომ ეს მონიშნული ადგილი ჩაქრეს და როგორც ხედავთ, სიწითლე მოაშორა. იგივე მეთოდით შეგვიძლია გავაკეთოთ აქვე. მონიშნეთ, გავაყოლეთ, ავიღოთ. შევხედოთ, რომელი ფერი და მონაკვეთი შეესაბამება ამ ადგილს. მოვკიდოთ
და გავუშვათ. როგორც ხედავთ, ამ ინსტრუმენტმა უბრალოდ ეს ინსტრუმენტი არ არის ისეთივე სრულყოფილი და აქვს თავისი სუსტი წერტილებიც. როგორ გამოვასწოროთ ესეთი ადგილი? ამისათვის ავიღოთ clone stamp tool, ანუ შტამპი, როგორც ეძახიან. როგორ მუშაობს შტამპი? მეთოდი იგივეა. გვიჭირავს ხელი alt კლავიშზე, შეიცვლის იკონკას, ანუ გვეუბნება იმას, რომ აი ამ მონაკვეთიდან დააკოპირებს იქ, სადაც შემდეგ ჩვენ მაუს გადავწევთ. ანუ ვაჭერთ alt-ს, ურთიდებთ ამ მონაკვეთს, მან უკვე იცის, რომ ეს ადგილი უნდა დაგვიკოპიროს იქ, გავუშვებთ alt-ს და დავიწყებთ კოპირებას. მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რამ. არასდროს არ გქონდეს აწეული მაუსის დაჭერის სიძლიერე 100%-მდე, ვინაიდან ის ესეთ შემოხაზულ საზღვრებს დაგვიტოვებს და გაგვიმეორებს ერთი და იგივე ნაკვთებს, რომელიც ასევე არარეალურად გამოჩნდება სურათზე. ამიტომ შევეცადოთ მაქსიმალურად დაავაკლოთ, ჩამოვიყვანოთ 10-8, ეს უკვე თქვენზე და თქვენ სურათის შესაბამისად უნდა გათვალოთ. მოვნიშნოთ, დავაჭიროთ alt-ს, გავუშვათ და ნელ-ნელა დავიწყოთ იმ ადგილის დაკოპირება. აი როგორ ქრება ეს ჩვენი ცუდი ადგილი, რომელიც დაგვიტოვა patch tool-მა. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მონაკვეთზე, დავაჭიროთ alt-ს, გავუშვით და დავიწყოთ ნელ-ნელა ესე. ასე გავაკეთეთ სიძითლე აქედანაც. გამოდის შვენიერი. ნუ ეს რასაკვირველად მისჩლილია, ამას ხელს არ შევახებთ. აქ არის ოდნავ კიდევ პატარა სიძითლე, რომელსაც გავაკრობთ. მოდით კიდევ ოდნავ დავაკლოთ მისი სიძლიერე. მოვნიშნოთ ეს ადგილი და ნელ-ნელა გავუსვათ ამ წითელ მონაკვეთში. ეს ადგილიც ჩაქრა და გამოვიდა ძალიან ლამაზად. ეხლა მივხედოთ ცხვირს. ცხვირზეც გვაქვს ცუდი ადგილები, რომელიც ასევე გასასწორებელია და გავასწოროთ ამავე ინსტრუმენტით. ოდნავ დავაპატარავოთ. მოვნიშნოთ ეს ადგილი, ვინაიდან შედარებით უფრო სადაფერისაა და უფრო ბრტყელია, ანუ ზედმეტი საზღვრები და ალაგ-ალაგ გაწითლებები არ არის. ამიტომ მოვნიშნოთ, დავაჭიროთ alt-ს, გავუშვათ და დავიწყოთ ნელ-ნელა გადავლა ცხვირის მონაკვეთზე. როგორც ხედავთ, ქრება და ნელა ლამაზდება ეს ადგილიც. ამ ადგილასაც საზღვარივითაა პატარა სიძითლე, ამიტომ მოვნიშნოთ აი ეს ადგილი და ნელა გავუვაროთ. არ არის აქ საჭირო სიჩქარე. მოვნიშნოთ ნელა გავუვაროთ. აქაც ძალიან კვეთრი გადასვლა. მოვნიშნოთ, გავუვაროთ. აქაც
ლაკასავით არის, გადავუაროთ, გასწორდა. მოდით ახლა ეს ადგილი გავასწოროთ. გავუაროთ. ესე. გონი გასწორდა. დავაპატარავოთ ოდნავ და ახლა ამ ადგილს გადავუაროთ. აქ არის პატარა ლაკა. აქაც პატარა გათეთრება. გადავუაროთ აქაც. ძალიან მშვენიერი გამოდის. ამ კანის ჩაღრმავებებზეც იგივენაირად შეგვიძლია იმავე მეთოდით გავასწოროთ. აქ ლოყასთან გაცილებით ბრტყელია, რომელიც დაგეხმარება აქეთ დავაკოპიროთ და გავასწოროთ აქეთ ამ მხარეს. ალტი გავუშვით და დავიწყეთ ნელა და გადავლა. არ არის საჭირო ბოლომდე რომ გავასწოროთ და დავაკოპიროთ. იგივე უბრალოდ ოდნავ შეხებისას ის აიღებს მინიმალურს, რომელიც ამ ჩაღრმავებებს ამოავსებს. დაახლოებით მიიღო ისეთი სახე, როგორც გვინდა და მოდით ამ ადგილსაც ოდნავ კიდევ გადავუაროთ. ვნიშნეთ ალტი და ოდნავ ეს სიცითლე გავაკროთ. ეს ადგილიც გასწორდა. მოდით ახლა შევხედოთ რა გქონდა მანამდე და როგორია ახლა. ეს არის ჩვენი სამუშაო ლეერი, რომელზეც მუშაობთ. და ეს არის ჩვენი პირველადი ლეერი. ჩავაკროთ ჩვენი სამუშაო ლეერი და შევხედოთ როგორ იყო მანამდე. ეს იყო მანამდე. და ეს არის ამჟამად. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი მიმუშავია. გაქრა ყოველგვარი წერტილები, ჭორხლები. და დარჩა მხოლოდ უმნიშვნელო ლაქები, რომელსაც ალბათ კიდევ დრო დაჭირდება. რომელსაც აღარ გავივდი კიდევ თავიდან, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. გაკვეთილია და დანარჩენი უკვე დამოკიდებულია თქვენზე. როგორ გახდით სრულყოფილს სურათს. მოდით ამ ადგილსაც გადავუაროთ. გავასწოროთ ეს ადგილიც. ეს ადგილი ალბათ ჯობებს patch tool-ით გავასწოროთ. მოდით მოვნიშნოთ. ასე. ნუ შეეცდებით ძალიან მკვეთრ ადგილებზე გადახვიდეთ, ვინაიდან ის შესაძლებელია ცუდი ლაქით დაგიკოპიროთ. ამიტომ მოერიდეთ მკვეთრ ზოლებს, მკვეთრ საზღვრებს, ყოველთვის აარიდეთ ხოლმე და ცოტა მოშორებით მოვნიშნოთ. მოვნიშნეთ, მოვკიდეთ ხელი და გადავწიეთ დაახლოებით იმ მონაკვეთზე და იმ ფერზე, რომელიც გავს მონიშნულ ადგილს. ალბათ ეს იქნება. მოდით გავუშვათ და ვცადოთ რა გამოვა. მშვენიერი, როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზად ჩაჯდა. და არც ეთყობა მგონი, საერთოდ მან თუ იყო რამე გასწორებული. ამ ადგილასაც პატარა საზღვარია, რომელშიც უკვე შტამპ თული დაგჭირდება. დავაპატარავოთ ალტი და ოდნავ გადავუაროთ და ესეც განკრალია. ცხვირთანაც გასასწორებელი გვექნება პატარა ადგილები. მოვნიშნოთ და გავასწოროთ რამოდენიმე დაჭერით.
დავაპატარავოთ კიდევ და აი ამ წერტილსაც გადავუვალოთ. ესეც გასწორდა. აქაც პატარა ადგილები გავასწოროთ. ოდნავ გავადიდოთ. და ესეც გავასწოროთ. როგორც ხედავთ, შვენიერი გამოვიდა. მოვაშორეთ ჭორხლები, ჩაღრმავებები. და შევხედოთ კიდევ ერთხელ როგორი იყო მანამდე და როგორია ამჟამად. ეს არის მანამდე, პირველადი სახე, ეს არის ამჟამად. ძალიან ბევრი ნიუანსი გასწორდა, ბევრი ნაკლი შესწორდა და გამოვიდა ძალიან ლამაზი. ოდნავ გავასწოროთ ნიკაპთანაც, რომელიც თვალში ძალიან გვიშლის. მონიშნეთ და გადავუვალოთ აი ეს. დავაპატარავოთ. ეს ადგილიც გასწორებულია. შევხედოთ მანამდე, ამჟამად, before and after. Before, after. ძალიან ბევრი ადგილი გასწორდა, ბევრი წერტილი მოიხსნა და საბოლოოდ ჯამში გამოვიდა ლამაზი სურათი. რაც შეეხება წარბებს, თვალებს და სხვა ნაკვთების კორექციას განვიხილოთ შემდეგ გაკვეთილში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. ასევე განვიხილოთ კანის ფაქტურის, წამწმების, თვალების და სხვა სახის კორექციებს. არასდროს არ შევეცადოთ ეგრეთ წოდებულად დავბლუროთ სურათი, მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვეშორებინა ჭორხლები. ჯობია კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავიდან სათითაოდ გავიაროთ, ნელ-ნელა თითო დეტალი გავასწოროთ მოთმინებით ნელ-ნელა და არ გაგვიფუჭდება სახის კანი, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგს გამოიტანს და სურათი, პორტრეტი გაგვიფუჭდება, როგორც აი ამ წუთასა ეს სურათია გაპლასტმასებული სახით. ამიტომ აჯობებს სახის კანი, ნაკვთები ყოველთვის გამოკვეთილად გქონდეს, რაც სურათს მეტ სიცოცხლეს აძლევს, მეტ ეფექტს და მეტ რეალობას. შემდეგ გაკვეთილებში განვიხილოთ კანის, თვალების და სხვა ნაკვთების კორექციებს. მის ამოწევას, გასუფთავებას, კიდევ უფრო დეტალურად გასუფთავებას და გლამურ დამუშავების რამოდენიმე მაგალითს. როგორც ხედავთ, საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოგვივიდა. შევხედოთ კიდევ ერთხელ, before, after, before, after. დღევანდელი გაკვეთილი დავამთავროთ. დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის, შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.